წარმოიდგინეთ სიტუაცია. გაქვთ მაღალი სიცხე. გტეხავთ სახსრები. ყელი გეწვით. გრიპი გაქვთ. პირველი აზრი, რაც თავში მოგდით, ხშირად ასეთია. სასწრაფოდ ანტიბიოტიკი უნდა დავლიო, რომ მალე მორჩე. შეჩერდით. სიმართლე ისაა, რომ ანტიბიოტიკის ეფექტურობა გრიპის ვირუსის წინააღმდეგ არის 0%. დიახ, არ მოგესმათ. ზუსტად 0. მოდით ავხსნათ მარტივად, რატომ ხდება ეს და რატომ შეიძლება თქვენივე გადაწყვეტილებამ ზიანი მოგაყენოთ. მთავარი მიზეზი არის განსხვავება ვირუსსა და ბაქტერიას შორის. სიტყვა ანტიბიოტიკი ნიშნავს სიცოცხლის საწინააღმდეგოს და ის შექმნილია სპეციალურად ბაქტერიების მოსაკლავად. ის უტევს ბაქტერიის უჯრედის კედელს და ანგრევს მას. მაგრამ გრიპი ვირუსია. ვირუსს არ აქვს კედელი. ის ეშმაკურად იქცევა, იმალება თქვენივე უჯრედის შიგნით. ამიტომ, როდესაც ანტიბიოტიკს იღებთ, წამალი ვირუსს უბრალოდ ვერ ხედავს. ის სისხლში ტრიალებს და მიზანს ვერ პოულობს. კარგი, იტყვით თქვენ, თუ არ კურნავს, იქნებ არც არაფერს აშავებს. სამწუხაროდ აშავებს. როცა გრიპის დროს ანტიბიოტიკს სვამთ, ის თქვენს ორგანიზმში მეგობარ ცეცხლს ხსნის. ის ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიებს კუჭ-ნაწლავში, რაც თქვენს იმუნიტეტს კიდევ უფრო ასუსტებს. უფრო უარესი კი რეზისტენტობაა. ბაქტერიები ჭკვიანები არიან. თუ ანტიბიოტიკს ხშირად და არასწორად იღებთ, ისინი სწავლობენ თავდაცვას. დადგება მომენტი, როცა მართლა დაგჭირდებათ მკურნალობა, მაგალითად ფილტვების ანთების დროს, და წამალი უბრალოდ აღარ იმოქმედებს. მაშ რატომ ნიშნავენ ექიმები ზოგჯერ ანტიბიოტიკს გრიპის დროს? ეს ხდება მხოლოდ მაშინ, თუ გრიპი გართულდა და მას ბაქტერიული ინფექცია დაემატა, მაგალითად პნევმონია ან ბრონქიტი. ამ დროს ექიმი მკურნალობს გართულებას და არა თავად ვირუსს. ამიტომ, მეგობრებო, დაიმახსოვრეთ ოქროს წესი. გრიპს ვებრძვით მოსვენებით, ბევრი სითხით და საჭიროების შემთხვევაში ანტივირუსული წამლებით, რომლებსაც მხოლოდ ექიმი ნიშნავს. ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკს თვითნებურად. დაუფრთხილდით თქვენს იმუნიტეტს და ჯანმრთელობას.